სვეტოფორის შემოქმედებითი ჯგუფი წარმოგიდგენთ რიგით მესამასე საიუბილეო გადაცემას. იუბილესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ სტუმრებოდით ევროპის წამყვან კულტურულ ცენტრს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზს. ჩვენი მასპინძელია ანსამბლი მარანი, ვის სახელსაც უკავშირდება ქართული მრავალხმიანობის არაერთი საინტერესო პროექტი, როგორც აქ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, ასევე ჩვენთან საქართველოში. თუ როდის შეიკრიბნენ, რას მღერიან, რა აქვთ რეპერტუარში, ამას ამ გადაცემაში ნახავთ და მოისმენთ. საფრანგეთი, ქალაქი პარიზი, ანსამბლი მარანი. თანხიღინებს აგონდება მაცხოვარიე აგონდება დამხანევდება დაისევლე შრომას აგრადობს აგონდება დამხანევდება დაისევლე შრომას აგრადობს მიხდება? კაცი ხარ კაცური. ერთი კაი ქართველი პატარძალები მართველი.
რაც თამაშობს არალალი არი არალო არალალი ფეხის წვერებზე დგება არალალი არი არალო არალალი 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 არი არალო არალალი გოუსვი და გამოუსვი არალალი არი არალო არალალი როგორც იანურია არალალი არი არალო არალალი 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 და არი არალო არალალი 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 არი არალო Avadeli dela, avadeli dela, delis vodila, odeli ore vada, oro dela nanina, odeli vodela, avadeli dela, avadeli dela, delis vodila, odeli vodela, oro dela nanina, odeli vodela, გიორგი გამარჯობა, სალომე გამარჯობა, გამარჯობა ბიჭებო, მადლობა მასპინძლობისთვის, ჩემთვის პატივია დღეს თქვენთან სტუმრობა და გიორგი, შენ გარო დავიწყოთ. გაგვაცანით ბიჭები და გაგვაცანით ანსამბლი. რამდენი წელია რაც ერთად ხართ, როგორ შემოიკრიბეთ, მე ვიცი რომ დღეს ვართ არასრული შემადგენლობით, ხო? ნამდვილად. აი, დავიწყოთ ამით ჩვენი საუბარი. მადლობა დიდი. პირველ რიგში გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან. სალომეთი დავიწყებ. სალომე კვარაცხელია, რომელიც შემოგვიერთდა რამდენიმე წლის წინ. ერთ-ერთი ჩვენთან მომღერალი გოგო არის. პირველი გოგო იყო სხვათაშორის მარანში, იმიტომ რომ მარანი შეიქმნა, ესე ვეძახდით, კაცების ანსამბლს. და ნამდვილად არის სალომეს ადგილი ჩვენს ანსამბლში და ძალიან გვაბედნიერებს ეს ამბავი. სანდრო შეროზია, რომელიც თავიდან მარანში როგორც წევრი მღეროდა, როდესაც მარანი შეიქმნა. შემდეგ რაღაც დიდი პაუზა იყო, ესე გამოვიდა და აგერ რამდენიმე თვის წინ ისევ დაგვიბრუნდა მარანში და ძალიან დიდი სასიამოვნო ამბავი იყო ჩვენთვის. ირაკლი სულუხია, ასევე ჩვენი ძალიან ერთგული მომღერალი და მეგობარი, რომელიც ჩვენთან მღერის, ძირითადად ბანებს და ეს რო არ ყავდეს, არ ვიცი, როგორ შევინარჩუნებთ სტაბილურობას სიმღერაში. უძლიერესი ბანი ასევე დავით ვესელავა, ჩვენი მეგობარი და ჰიუგ რუსი, რომელიც ასევე დიდი ხანი არ არის, რაც ანსამბლს შემოუერთდა და არის ჩვენი ფრანგი მეგობარი, რომელიც ხოთაშორის ძალიან გვაკვირვებს თავისი სიმღერით და სიმღერის ხარისხით. გიორგი გისმენდი ეხლა და მეგრელები ჭარბობს. არ ვიცი ეს რამ გამოიწვია, არ ვიცი ნამდვილად, ეს ხდება და გარკვეულწილად ძალიან დიდ სიმდიდრეს ძენს ეს ამბავი ჩვენს ანსამბლს. მე კახეთიდან ვარ წარმოშობით და ესე მოვერგეთ ანსამბლს, პროგრამას და ასე შემდეგ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ანსამბლი მარანი შეიქმნა 1992 წელს. და ეს ანსამბლი შეიქმნა ფრანკ კეინმა, რომელიც არის ამერიკელი, ცხოვრობდა საფრანგეთში და მან დააარსა ეს ანსამბლი. რა თქმა უნდა, არავინ ელოდება ასეთ ინფორმაციას და ყველა გაგვირებულია ხოლმე, თუმცა ძალიან ხშირად ხედავთ უცხოელებში, ფრანგებში, იტალიელებში და აი ამერიკელში ასე გამოვიდა ძალიან დიდ სიყვარულს ქართული სიმღერების და ფოლკლორის მიმართ.
ფრანკ კეინს შეუერთდა შემდგომ რამდენიმე მომღერალი, რომლებიც სხვათა შორის მარანის წევრები არიან და დღემდე მღერიან, სამწუხაროდ ამჯერად აქ არ არიან და აი სიტყვაც გამოგვიგზავნეს თავისი განსაკუთრებით ბერტრან ლამბოლეზმა, რომელიც ერთ-ერთი ძალიან სიმბოლური ფრანგი მომღერალი არის, ქართულადაც საუბრობს, ძალიან შეყვარებულია ქართულ სიმღერებზე და თავიდან მოყოლებული დღემდე არის მარანში და იქნება კიდე ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. თანადამაარსებელი არის ფრანკ კეინთან ერთად. და როგორ კრიმანჭულს ამბობს? კრიმანჭული აქვს ძალიან განსაკუთრებული, სხვათა შორის აღიარებული არის როგორც ერთ-ერთი კრიმანჭულის ძლიერი მომღერალი ქართველების მიერ. არა მარტო როგორც უცხოელი ფრანგი, არამედ ქართველებშიც ითვლება ერთ-ერთი ძლიერი და სასიამოვნო მოსასმელი კრიმანჭულის მომღერალი. ასევე გვყავს ბერნარი, რომელიც ფრანგია და ასევე შეყვარებული არის ქართულ ფოლკლორზე და მარანზე და ჩვენს ამ ქართულ კულტურაზე და გვყავს ერთი იტალიელი, ლუიჯი ტომასი, ასევე რომელიც თავის იტალიური აქცენტით თავის ხიბლი შემოაქვს ანსამბლში, განსაკუთრებულად ლამაზი ხმა აქვს, მუსიკად მცოდნე არის და ძალიან გვაკლია დღეს სამწუხაროდ, მაგრამ იმედი მაქვს რომ იქნება საშუალება რომ აი აქიდანვე შევთანხმდეთ გიორგი რომ ჩვენ აუცილებლად ან აქ თქვენთან, ან იქ ჩვენთან ისეთი ახალი წლების პერიოდი დაემთხვა, საფრანგეთში რთულია ძალიან ესე ფრანგების შეკრება ესეთ დღესასწაულებზე. გიორგი, რეპერტუარს როგორ ვარჩევთ და როგორ სწავლობთ სიმღერებს? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენ ფაქტიურად რეპერტუარში გაქვთ საქართველოს ყველა კუთხის სიმღერები და ისეთი ნიმუშებიც, რაც არც თუ ისე ხშირად ისმის, ხო? იგივე ჩვენთან საქართველოში, არა თუ აქ. აი როგორ არჩევთ რეპერტუარს და ვინ მუშაობს ძირითადად სიმღერებზე? ისტორიას თუ გადავხედავთ, მარანი არაერთხელ იყო საქართველოში ჩასული იმისთვის, რომ ეს სიმღერები მოეძიათ და მარანს ბევრჯერ ჰქონდა სხვადასხვა პროგრამები, ასე ვთქვათ. პროგრამები ყოველთვის ჩვენი, ასე ვთქვათ, მიდგომა, ფილოსოფია ქართული სიმღერის მიმართ არის ზუსტად ის, რომ ვეცადოთ, რაც შეიძლება ეს ძველი სიმღერები ვიპოვოთ, რაც იშვიათად იმღერება და გავაცოცხლოთ ეს სიმღერები. დღესდღეობით აი დათო ჩვენი მეგობარი პროგრამებზე მუშაობს, ეგ დამოკიდებული არის კონცერტზე, იმაზე თუ როგორი შემადგენლობა გვექნება. დიდი ხნის განმავლობაში და ეს მინდა აღვნიშნო, ჩვენი ანსამბლის ხელმძღვანელი იყო ტარიელ ვაჩაძე, ჩვენი მეგობარი, დღეს არ არის მარანში, თავის პირადი რაღაც პროექტები ჰქონდა და დიდი როლი ითამაშა ტარიელმა მარანის ისტორიაში, ჯერ ერთი იმიტომ რომ თვითონ ძალიან შეყვარებული არის და იყო ქართულ სიმღერაზე და ძალიან შრომელი იყო და არის და აქედან გამომდინარე დიდი დრო დაუთმო ამ სიმღერებზე მუშაობაზე, ამ სიმღერების მოპოვებაზე, თუ გინდ მარანში ხარისხის დახვეწაზე, სხვადასხვა პროექტებზე მუშაობაზე. აი ორი დისკი უკვე ჩაწერილი აქვს მარანს და ეხლა მესამე დისკზე მუშაობთ და გამოვა იმედი გვაქვს 2025 წლის დასაწყისში. რა შეიძლება რომ ვიმღეროთ კიდევ? შეგვიძლია აი სალომესთან ერთად ვიმღეროთ რამე. თუ გაქვთ გული. მოგისმენთ სიამოვნებით. შეიძლება.
დიდი მადლობა. სალომე, რა გემრიელი ხმა გაქვს. სალომე, შენ რო გითხრა, რას ნიშნავს შენთვის ქართული სიმღერა? მე ალბათ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ აი ესეთ ხალხურ სიმღერებს ვიმღეროდი საქართველოს არასოდეს. ანუ მომღერი უფრო რაღაცა ის ტრადის მხარე, უფრო ვიცი აი ინგლისურენოვანი სიმღერები, ან ცოტა ესტრადული, ქართული და არასოდეს არ მომღერია საქართველოში ხალხური სიმღერა. აი აქ რო ჩამოვედი, ალბათ ის რაღაცა ქართულის მონატრება და აი ეს რაღაცა ჩვენი ნოსტალგია იმ ხელას ნიშნავს, რომ ის რაც გვაკლია რეალურად აქ ქართული აი ამას მარანი მივსებს 100% და ყველაზე დიდი ბედნიერება აი რეპეტიციების გავლა, ბიჭების ნახვა, აი ეს მრავალფეროვნება, რომ არიან იტალიელები, ფრანგები, ბულგარელი გოგო შემოგვიერთდა ახლა და აი ეს მრავალფეროვნება არის კიდე სასწაული რომ ხედავთ როგორ უყვართ ქართული და მარტო ქართველები არ ვართ ამ ქართულის სიყვარულს. სამ საქართველოში თუ გესმოდა და სად გესმოდა ხალხური სიმღერა? აი უშიკიშვილს ვუსმენდი და აი მართლა ძალიან ესეც ცნობილ ხალხს, მაგრამ მართლა ხალხური სიმღერების მსმენელი არ ვიყავ. ეხლა დავიწყე, მართლა ვუსმენ და მომწონს და ძალიან გრძნობ და. ნუ ფაქტია, რომ აი საქართველოს ყველა კუთხის სიმღერა გაქვს რეპერტუარში და შენ ჩართული ხარ ბოლომდე და ეს ალბათ გენეტიკის ამბავია, ხო? ამოხედკა, აქ ამოხედკა. კი, მამიდები მღეროდნენ მეგრული სიმღერები მიყვარდა ყოველთვის. ნუ არ ვიკითხავ ხა მეგრული გვაქვს თუ არა რეპერტუარში, რა თქმა უნდა გვაქვს. აბა მუჭოს ახლა. რა რკოდეს მეგრული სიმღერა. სანდრო, შენ რომ მითხრა, ესე იგი სალომე ახსენა, რომ აი რეპეტიციები არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის და იმ სიყვარულის გაზიარებისთვის. თქვენ ხარ რა თქმა უნდა ყველა სხვადასხვა პროფესიით ხართ, სხვადასხვა საქმიანობით ხართ დაკავებული, მაგრამ იცლით იმისთვის, რომ ქართული სიმღერისთვის შევხვდეთ ერთმანეთს რეპეტიციაზე და შემდეგ კონცერტები დაგიგო. სანდრო, რას ნიშნავს შენთვის აი შეკრება და ქართული სიმღერა? ძალიან დიდ რაღაცას თვითონ აი სამსახურს რომ მორჩები ხოლმე ძალიან დიდი სიხარული არის აქ მოსვლა. ეხლა აი ძალიან მოკლედ ვიტყვი ისეთ რაღაცას. ბერტრანზე როცა ვსაუბრობდით, ბერტრანის ზედსახელი არის ბერტრან კრიმანჭულიძე. ბერნარ ოდოარი გვარად და ოდოიას ვეძახით. რაზე არის საუბარი? ასეთ ხალხთან როცა გაქვს შეხვედრის შანსი, ეს არის ძალიან დიდი სიხარული. როცა ხვდებით, რა თქმა უნდა, განვიტვირთვებით ხოლმე ამ ყოველდღიური ცხოვრების სირთულეებისაგან, ასე ვთქვა და კიდევ მინდა რომ მადლობა გადაუხადო თვითონ იმ ხალხს, ვინც დაარსა მარანი ფრანკეინს, ბერტრანს, რაც გიორგიმ უკვე ახსენა და ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე მარანი არის ის ადგილი, რომ რაღაცნაირად განგებამ ღმერთმა მომცა ისეთი საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული იყო ჩემთვის ყველაფერი ბავშვობიდანვე და ძალიან დიდი ხანია უკვე საფრანგეთში ვიმყოფები, ანუ განგება მომცა ისეთი ნავთსაყუდელი, რომ ვიღაცა ვითომ უცხო ხალხი ჩემს საკუთარ სიმღერებს მღერის და მიქმნიან მშობლიურ გარემოს. აი ამაზე დიდი ბედნიერება, არ ვიცი. სანდრო, რას ფიქრობ, რა არის ინტერესი, რის გამოც აი დაინტერესდა ფრანგი, იტალიელი, ამერიკელი, აი როგორ ფიქრობ, შენი მოსაზრება რო გითხრა? ძალიან კარგი, ალბათ უნიკალურობით ყველად არ არის, რა თქმა უნდა, იუნესკოდან ეს ყველაფერი უკვე დაფასებული და ყველა არ არის გაგზავნილი კოსმოსში. ალბათ უნიკალურობა ქართული ხალხური სიმღერის ნუ მრავალხმოვანება, რაც ევროპაში ცოტა უკვე დაიკარგა სამწუხაროდ და ძალიან მოკვირდა და კიდევ აი პატარა რაღაცას ვიტყვი, აი არ ვიცი კერძოდ რა არის, ალბათ მადლი, რასაც ვერ ახსნით, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელჩი საქართველოს ფარგლებს გარეთ არის ქართული სიმღერა, საქართველოს ელჩი. სადაც უნდა ვიყოთ. ნებისმიერ ადგილზე და ეს 30 წლის მანძილზე უკვე ესე არის, ყველგან იწვევს აღტაცებას და ხალხისადმი, ანუ ხალხი ინტერესდება, ხალხი გებულობს თუ სად არის საქართველო, რო აღარ არის ვიღაცის უღელქვეშ, იბრძვის და ნუ თავისუფლებისკენ ილტვის ყოველთვის და ეს არის ძალიან დიდი ელჩი რა, აი ქართული მუსიკა.
აი ამას ვიტყოდი. კარგად თქვი, რა ვიცი, ელჩი და ის რომ არის თავი მადლი. მადლი. რაც არის აუხსნელი. მაგრამ ისე ელჩია. არშევილი არ აღნიშნა ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირად გვაქვს კონცერტები. აი თითქმის თვე არ გავარო კონცერტი არ მქონდეს არ დაგვიძახონ, არ მხოლოდ პარიზში. კონცერტები გვაქვს პარიზს გარეთ, ბევრი ქართული ასოციაცია შეხოთაშორის გვეძახის რომ რაღაც ორგანიზებას რო აქტივს რაღაც ჩვენ სიმღეროთ მათთან და არა მარტო საფრანგეთის პარლამენტის გარეთაც არაერთხელ გვიმღერია იტალიაში ქონდა კონცერტი და სხვა ქვეყნებში საქართველოშიც მოწვეული ვიყავთ ფესტივალზე კორსიკაში უმღერივართ ასევე ხშირად იმიტომ რომ მოგეხსენებათ კორსიკელებს ძალიან ისეთი მრავალხმიანი სიმღერები აქვთ და ძალიან იცავენ ამ ყველაფერს და იგრძნობა იქ როდესაც ვართ და ისე უყვარვართ და ჩვენც ისე გვიყვარს ასე გქონია რომ ჩვენიანები არიან რაღაც კორსიკაში რო ვართ იქაც რაღაც მთებში ვართ ხოლმე ერთად მღერით ამ მრავალხმიან სიმღერებს ეძახიან ხოლმე აი სარდინია რო არის კუნძულის სარდენებს ეძახიან რომლებსაც ასევე აქვთ ძალიან სპეციფიური მრავალხმიანი სიმღერები და ეს ერთად რო ვიკრიბებით თითქოს რაღაცა მართლა საერთო გვაქვს და ეს სიმღერა გვაერთიანებს. და ხო არის თეორია რომ იბერიულ კულტურასთან არის კავშირში? კი, სხვათა შორის ბასკებზეც ამბობენ, ბასკებსაც აქვთ ასეთი საფრანგეთში სამხრეთ დასავლეთით ესეთი პოლიფონიური სიმღერები და მელიზმებითა ძალიან გავართ. განსაკუთრებით აღმოსავლეთ რეპერტუარი. რა შეიძლება კიდე რო ვთქვათ? ხოდი ნანა ვიმღეროთ. Na 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 ni na na ირაკლი შენ რო გითხრა შენი მოსაზრება ჯერ როგორ მოხვედი რატო მოხვედი და რას ნიშნავს ქართული მრავალხმიანობა და რა თქმა უნდა მარანთან და აი ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობა ქართული მრავალხმიანობა ჩემთვის ავი ბავშვობიდან მომდევს უსმენდი მამაჩემის დამსახურება აი ძველი ფირფიტები რო იყო აი მაგათყილობდა დიდი კოლექცია ქონდა და დაახლოებით 4-5 წლის ასაკიდან თითქმის ყოველ დღე ძილის წინ იქნებოდა თუ შუა დღეს არ ქონდა ნიშნულობა ყოველთვის ჯდებოდით უსმენდით ერთად მე თვითონ მომღერალი არ ზუსტად ვყოფილი და არც არ ზუსტად მქონია ამბიცია მაგრამ აი ზუსტად ეს არის ჩემთვის მარანი და ზუსტად ეს არის სიმბოლური რომ მარანი ჩემთვის არის პირველ რიგში მეგობრობა მეგობრებთან ერთად ქართული საქმის კეთება და განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია ეს მარანის
სივრცე და ფენომენი, იმიტომ რომ ჩვენ სხვა ევროპელ მეგობრებთან ერთად როგორც ოჯახი ვაკეთებთ ყველა ერთად ქართულ საქმეს. ერთმანეთის პატივისცემით, ერთმანეთის სიყვარულით და რა ვიცი, ვცდილობთ ეს ჩვენი ერთობის მესიჯი მივიტანოთ ქართველებთან, ევროპელებთან, ხან ბრიუსელში ვიყავთ, როგორც გიორგი თქვა, ხან ლუქსემბურგში, ხან იტალიაში, ხან რა ვიცი, რომელ რეგიონში აღარ ყოფილვართ უკვე საფრანგეთში და ეს ჩემთვის მართალი თქვა სანდრომ, ნამდვილად რომ ქართული ფოლკლორი ზოგადად, ცეკვაც და სიმღერაც არის საქართველოს ძალიან დიდი ელჩი ამ დიდ ევროპულ ოჯახში. ძირითადად მსვენელები არის ქართველები თუ რა თქმა უნდა სხვაებიც ალბათ, ხო? ძირითადად ყოველთვის ბევრი ქართველიცაა და ბევრი უცხოელიც. უმეტესად უცხოელი, იმიტომ რომ როცა რეგიონებში მივდივარ, იქ იშვიათია რომ ქართველი შევხვდეთ ხოლმე. ძირითადად უცხოელები. ირაკლი, მეგობრები აი ისინი, ვინც მარანთან არ არის დაკავშირებული, იმათ რამდენად მოსწონთ ეს ყველაფერი და თუ გაქვთ მათთან ამ ყველაფერს უცხოელებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ან თუ არის რაღაცა შეთავაზება რომ მოусმინო ან ასწავლო. კი, როგორ არა, ნუ ზოგადად ქართული ის არის, რა ქვია, პარადოქსი არა, უბრალოდ ქართული ტრადიცია ეგ რომ ოჯახის გაერთვართ ოჯახის ელჩი და საქართველოს გაერთვართ საქართველოს ელჩი. ყველას ყავს მეგობრები, ვინც მოდიან კონცერტებზე, ესწრებიან, ინტერესდებიან, ვისაც ყოველთვის საუბრობთ საქართველოზე, ქართულ კულტურაზე, ეს ძალიან ბუნებრივად მოდის ელემენტარულად, იმიტომ რომ ყველას აქვს რაღაც კლიშე, რაღაც წინა აზრი საქართველოზე, რომელიც არის ნომერი ზოგადად საქართველოს ბევრ შემთხვევაში. და ხდება რომ ესე საუბრის დროს აღმოაჩენა რომ საქართველოს ყოფილი კავკასიური ქვეყანა, კავკასიური კულტურა, განსხვავებულია სლავური კულტურისგან, ქართველებს საკუთარი დამწერლობა ქონიათ, საკუთარი სიმღერა და ასე შემდეგ მოდის ნელ-ნელა უკვე შემოდიან კონტაქტში და რა ბუნებრივად ხდება ეს ყველაფერი, მე ხო ვერ სქემა არავის არ შევიგუშავ. მაგრამ ეს ყველაფერი იწყება სიმღერით. სიმღერით უფრო თავდება, იქიდან გამომდინარე რომ საბოლოოდ ეპიცენტრ როგორ თქვა ვულკანის ამოხეთქვა უკვე არის კონცერტზე მოსვლა, მოსმენა თუ რა არის რეალურად საქართველოს, ქართული კულტურა. ჯვარის წინა ეხა შენ რომ მითხრა.
შენთვის რას ნიშნავს ქართული მრავალხმიანობა და გაკვირდები ხა და ყველა სიმღერაში ჩართული ხარ, თან ისეთ კაი ზედახმებს ამბობ. როგორ მოვიდა შენამდე ქართული სიმღერა და რას ნიშნავს? Alors, c'est gentil, merci. Le chant géorgien, pour moi, c'est une découverte récente. Je ne connaissais pas du tout la Géorgie, je ne connaissais aucun Géorgien avant l'année dernière. Et le chant géorgien, c'est un chant que j'ai découvert à travers le chant corse, parce qu'il y a beaucoup de similitudes avec le chant corse et de rapprochement. Et j'ai toujours trouvé ces chants magnifiques, puisque la basse est en continu, comme ça, le bourdon. Et ça, c'est magique, c'est le son de l'univers, quand on commence à rentrer dedans, ça emmène comme un bateau. Et donc je connais 2 chants et j'essaye de les chanter le mieux possible, tout en ne connaissant pas le géorgien, en ne comprenant pas ce que je chante. Et le géorgien, c'est une langue assez difficile quand même pour moi, mais je suis très encouragé par le groupe, donc j'adore et je continue. საქართველოში თუ ხარ ნამყოფი? Est-ce que tu as voyagé déjà en Géorgie? Jamais. არა? ესე იგი წინ დიდი ბედნიერება გველოდება. იქ შეხვედრის. Beaucoup de choses à voir devant toi. Ah oui, c'est sûr. Un grand plaisir. Ah oui, c'est sûr. Indis periasopali tanada tanu probindeba Aris trenisit otskhlechi divit gabiprindeba Aris trenisit otskhlechi divit gabiprindeba Anduris khamazes
დიდი მადლობა ჰიუგო, გიორგი, დიდი მადლობა. გიორგი, ჩვენ ნახეთ რომ აი ფანდურზე დაუკარით და მე ვიცი რომ თქვენ რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავთ და როცა ჩვენ საუბრობდით, კითხე რომ ჭიბონზე თუ უკრავდით და თქვენ თქვით რომ გაფუჭებული გაქვთ, ხო? თუ გქონდათ და არ გაქვთ მოკლედ. გიორგი აჭარაშვილი მყავს რამდენიმე კარგი ჭიბონის ოსტატი, ვინაც ამზადებს დღემდე და საჩუქრად ჩამოგიტანეთ მოკლედ ჩვენ გადაცემამ ერთ-ერთი მათგანის ნაკეთობა. აი შეგვიძლია მოვსინჯოთ თუ ახლა მოვსინჯავთ თუ არა და შემდეგ შეხვედრაზე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რამე ნიმუში, რა თქმა უნდა, ეს თქვენია. ძალიან დიდი მადლობა. ეს ჭიბონი რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაამდიდრებს მარანს და მარანის რეპერტუარს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ინსტრუმენტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ეს ინსტრუმენტებიც ასევე თავის როლს თამაშობენ ქართულ მრავალხმიანობაში და თავის ხიბლი შემოაქვს და ასეთივე ისტორიაა ეს ინსტრუმენტები ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობა და აუცილებლად ჩავწერთ რამდენიმე სიმღერას და ვიმღერებთ ძალიან ბევრ კონცერტებზე ამ თქვენი წყალობით. ეს ხება თქვენი წყალობით. ძალიან დიდი მადლობა. სადოთ ირეკლი? სადოთ. მეცეკვება ბიჭო. დასამბობია როგორც მოკლედ საქმე გვაქვს უკვე რა საქმე მოგვეცა. დავით ბატონო, თქვენ რო გითხრათ, შორს გაგივარდათ სახელი თქვენი პირშაქრიანობის თამადობის ამბავი. გითხარით თქვენი განწყობა და თქვენი დამოკიდებულება ქართულ მრავალხმიანობაზე. და ასევე რამდენად ხშირად ხარ თამადა, ესეც რო გითხრათ და რას ნიშნავს თამადობა თქვენთვის? ხო, ეს მრავალხმიანობის სიყვარული ოჯახიდან მომდის. დედაჩემი, მამაჩემი და ყველა მღეროდა მკითხიან და იდები, ბიძები და რაღაც ამ გარემოში ვიზრდებოდი ახლა, მაგრამ ასეთ დონეზე, ასეთ დაწვრილებით ხალხურ მრავალხმიანობას არ ვეროდით და აი რომ ჩამოვედი საფრანგეთში 2005 წელი იყო მაშინ. პირველ კონცერტს დავესწარი თებერვლის თვე იყო და ესეთი ყველაზე დიდი კონცერტი ჩანდა როგორც ჩანს მარას მომზადებული ქონდა და უბრალოდ იმ დროს მომიწია მათი გაცნობა და ესე თვალები მქონდა აი ესე გახელი ამ ხელაზე მე დამჩენილი მეთქი რა ხდება ეს ფრანგები მღერიან თუ ასე კარგად ასე სრულად ასე ლამაზად ქართულ სიმღერას თქო და გაოცებული ვიყავი მართლაც და მე რა თქმა უნდა იმ ბეტარმა როგორც კი გამიცნო და მივედი და ველაპარაკი რაღაცა ჩემთან ერთად მაშინ ის საქსტუნდები იყო ეგრევე მოდი ჩვენთან უნდა იმღერო თავის გატეხილი ქართულით აუცილებლად უნდა შემოგვიერთდე ხალხი გჭირდება აი ქართველები გჭირდება და იქიდან დაიწყო ჩემი და მარანის ასე ვთქვათ ურთიერთობა და ისტორია მარანთან მე მარანი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და თავისთავად ეს მრავალხმიანობაც ხო ყოველდღიურობაა და ვცდილობ რომ შეიძლება მეტად გადავცეთ ჩვენ შვილებს, მეგობრებს, უცხო ხალხს ვიც მოდის და ვაცნობთ ამ უნიკალურ კულტურას და რა ვიცი, მედია ეს დიდხანს გაგრძელდება მარანის საქმიანობა იქნება თუ ეს მრავალხმიანობა გასტან საუკუნეებს და თაობები და თაობები გაიზრდება. არის ასოციაციები, არის ლაზი, არის თამარ მეფის ეკლესიის წმინდა თამარ ეკლესიის საკვირაო სკოლა. კი ბატონო, იქ არის. კი ბატონო, იქაც სწავლობენ ქართულ სიმღერას. და რა ვიცი, არის საშუალება რომ ბავშვებს ეს ვასწავლოთ პარიზში, მივცეთ საშუალება ქართული მრავალხმიანობის შესწავლისა. თავი თამადობაზე არ გითხარი, რამდენად ხშირად ხარ და რამ განაპირობა ის რომ შენ ხარ ყველგან თამადა? ყველგან არა. მიწევს უნდა უფრო ხშირად მიწევს. ნუ მაინც ამბობენ რომ ხშირად მიწევს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ამ ხალხის ჩემთან დაბადიშება. ეს ძალიან მავსოს პირადად მე სიამოვნებს, ეხლა არ ვიცი ამათ რამდენად სიამოვნებს, მაგრამ მე სიამოვნებს ხოლმე ამათ დაბადიშება და კაი დროს ვატარებ და შესაბამისად ეხლა ვის დავუთმობ თამადობა ჩემთან სახში, ხო, არა ვიცი. ეს მომდევს, რა ვიცი, ალბათ იგივე სიტყვა წყლიანობა ალბათ მეგრულობიდან ოჯახიდანაც მამაჩემიც შესანიშნავი თამადა იყო. რა ვიცი,
გარემოება ეს სანათესაოს ქართულობას რა თქმა უნდა ეს გასწავლის ეს ყველაფერი თუ ღერი ხარ მით უმეტეს ხო ეს ხელა პლუსია მადლობა ბიჭებსაც მაგიარებენ ასე თქვა და ამ დონეზე თამადად და ჩემთვის დიდი პრივილეგია კაცი ხომ არ ხარ ეს არის თავი და განსხვავებულებთან როგორ ხარ თუ აი ევროპაში ვსვამ არა ევროპაში ხო რა თქმა უნდა ამას ცოტა უფრო ასე თქვა ბილად ვატარებ იმიტომ რომ ხა განსხვავებულები კი ხანდახან არის ხდება ეგეთებიც გააჩნია რა არის ძველ ქართულად ზომიერი სუფრის მიზანი მაგრამ კი ხო კაციც უნდა იყოს თამადა თორე მე იქ გაგექცევა და გაიჭირო და ასე თქვა სუფრა და ვთილობ რა თქმა უნდა ყველას გამოხატვის საშუალებაც მივცე სანდროს უყარს ხოლმე რა თქმა უნდა თავისი სიტყვის ლამაზად ჩართვა და მე ვიცე თამადა ყველას ყველა ქართულსა რა თქმა უნდა ეს ნიჭი რაღაც საუბრის გამოთქმის ეს სიმღერაში ხომ ჩანს და ჩანს შეიძლება მძიმეც არის ხა იმისატანა რომ შორს ვარ და აქედან ეს მონატრებობა დიდი საქართველოსი ის ფიქრი რომელიც ყოველდღიურად დაგვაქვს ამისატანა გვიწევს მაგრამ ეს სიყვარული ყოველ შემთხვევაში ძალიან ღრმად და ისე იმედიანად გვაქვს გულში ამას ყოველთვის ვატარებ და ამ შორი საფრანგეთიდან საქართველოს თამადობით მინდა ვისურვო ეს დამდეგი ახალი წელი შობა რომელიც სულ გვიახლოვდება მინდა უსურვო ყოველივე კარგი ჩვენს ქვეყანას ყველა ქართველს ყველა ხელოვანს ვინც ქართულ სიმღერას ემსახურება ქართულ კულტურას ემსახურება ჩვენს მეგობრებს ჩვენს ფრანგებს ავიც ყველას ვისაც კი უყვარს ეს ქართული მრავალხმიანობა და ვისურვოთ რომ მშვიდობა ყოფილიყოს მსოფლიოში და ამ სიმღერით მივიტანოს ერთმანეთისათვის სიყვარული და ბედნიერება Rats trobas taucevia, si tovaros uscedevias